მოგესალმებით. შემდეგი მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, არის Simplex Ultra. მოგეხსენებათ, Simplex Plus-ი აღარ გამოდის, ჩაანაცვლა Simplex Ultra მოდელმა. უпростоრად სამი მოდელი არის ამ მიმდინარეობაში: Simplex Lite, Simplex BT და Simplex Ultra. Simplex Ultra არის ამ მოდელში ყველაზე მძლავრი მოდელი. Menu თუ ვიცით Simplex Ultra-ს, მაშინ აუცილებლად ვიცით Simplex BT-საც და Simplex Lite-საც. შედარებით მარტივი მენიუები აქვს იმ ორ მოდელს. ზუსტად იგივე მოდელი, იგივე მენიუ აქვს Simplex Ultra-საც, უბრალოდ აქ დამატებულია სხვადასხვა ფუნქციები. დავიწყოთ განხილვა. ჩართვა გამორთვა ვნახოთ სტანდარტულად. დავთიშოთ და ჩავრთოთ. ამ მოდელს 0-დან 100-მდე აქვს სკალა. ავტომატურად გათიშული არის რკინა, 0-დან 15-მდე სიგნალი, დანარჩენი ლითონები ყველა ჩართულია. ვირჩევთ ვეილებს, რასაკვირველია. ავირჩიოთ ველი 1 და ეხლა ჩავრთოთ რკინა, თავიდან ჯობია ჩართული გქონდეთ, ამისთვის შევდივართ მენიუში, პირველი არის ხმის მომატება, მოკლება. შემდეგი არის ზუსტად ლითონების, მათ შორის რკინის ჩართვა, გამორთვა. ეს არის სხვადასხვა ლითონების ჩართვა, გამორთვა, მაგრამ ჩვენ გვინდა მარტივად ჯერ ჩავრთოთ მხოლოდ რკინა. ამისთვის გადავდივართ შემდეგ ფუნქციაზე. რკინა ჩართულია, რკინა გათიშულია. ეხლა რკინა ჩავრთოთ, დავუბრუნდეთ მთავარ მენიუს და შევამოწმოთ სიგნალები სხვადასხვა ლითონებს. ტრადიციულად ვიღებთ რკინას, ლატონს, ვერცხლის ბეჭედს და ოქროს ორ სხვადასხვა ტიპის ბეჭედს. რკინის სიგნალი ნოქტაზე, როგორც ვიცით, უკვე არის 10-მდე, 4, 5, 6 სტაბილურად, ხმაც განსხვავებული აქვს. შემდეგ შევამოწმოთ ლატონი. როგორც Simplex Plus-ი აქაც 59-51-ში გვაძლევს. ვერცხლი, სტაბილურად 90 და ორი სხვადასხვა სიმჯის ოქრო. ერთში გვაძლევს 28-მდე სიგნალს, 20-დან 30-მდე და მეორე 70. გავთიშოთ ეხლა სხვადასხვა ლითონები, ამისთვის შევდივართ კიდევ ერთხელ მენიუში. გადავდივართ შემდეგ ფუნქციაში. და დავიწყოთ სხვადასხვა ლითონების ჩართვა. შეგვიძლია კიდევ ერთხელ მარტივად გავთიშოთ რკინა, მაგრამ თუ კიდევ გვინდა სხვა ლითონების გათიშვაც, შევდივართ აი ამ ფუნქციაში და ზემოთ სამკუთხედს ვამოძრავებთ პლუს მინუსით და არჩევა. მოდი გავთიშოთ ყველა ლითონი, ვთქვათ, ვეძებთ ვერცხლს. ნოლიდან 80-მდე ახლა ყველა სიგნალი გათიშულია, დავბრუნდეთ მენიუში. რკინა, ლატონი, ოქროს ბეჭედი, ვერცხლი. ინდივიდუალურად შეგვიძლია დავაყენოთ, როგორი შუალედიც გვინდა ისე. და ამ შემთხვევაში ამ მოდელს ბოლო ფუნქციაში აქვს ქარხნული რესტარტი და რომ არ ვიცვალოთ, დაბრუნდება ქარხნულ მენიუზე. სტანდარტული ფუნქციონალი აქვს ამასაც, მარტივ დონეზე, ძაბვის შემთხვევაში FRC F3-ზე ვცდილობთ გადაყვანას და სხვაობას მოგცემს იმისთვის, რომ გრძნობელობა არ დავაკლოთ.
Bluetooth ყურსასმელის დასაკავშირებლად, ვიბრაცია, მონიტორის სიმკვეთრე, განათება, როგორც წეგან ნახეთ, რესტარტი, ხარხნულ დონეზე დაბრუნება და ასევე როგორც სხვა მოდელებს ამასაც აქვს pinpoint-ის რეჟიმი. ვაწვევით სამიზნე რელაქს, ისე რომ თითს არ უშვებთ. და ხედავთ დაწერტილებას. Simplex Ultra არის როგორც გითხარით, Simplex Plus-ის ჩამონაცვლებელი მოდელი, გაუმჯობესებული მენიუთი, საძიებო სიღრმეთი, არის სრულად წყალგამომტარი როგორც დაფა, ისევე ბორდ კომპიუტერი, 5 მეტრის სიღრმემდე უძლებს წყლის წნევას. შედარებით ოდნავ რთული მენიუთი, ვიდრე Simplex Plus-ი, თუმცა თუ მოვკვდა სხვა მოდელების მენიუაც თუ ისე ვიცით, ამ მენიუში გარკვევაც არ გაგვიჭირდება. მონეტას ბეჭედს საორიენტაციოდ რომ თქვა იპოვის დაახლოებით 25 სანტიმეტრზე პლუს მინუს. საკმაოდ კარგი მოდელი არის, საშუალო დონის მოდელი არის დამწყებისთვის და თუ დამწყებმა პირდაპირ მოდელით დაიწყო კარგია, თუ დაიწყო უფრო სუსტი მოდელით, აი საშუალო მოდელი უფრო არის ეს გადამსვლელისთვის. მადლობა რომ გიყურებთ. თუ რაიმე კითხვა იქნა და გაუგებრად იყო ნათქვამი, კომენტარებში მოგწერეთ, ვკითხეთ და აუცილებლად გიპასუხებთ.